მადლობა თქვენი დროისთვის. Აი მხოლოდ ეს ინფორმაცია შემდგარი სატელეფონო საუბარი, რომლის მიმართაც არსებობდა გარკვეული მოლოდინი ანონსებიდან გამომდინარე და რუსების გადაწყვეტილება, რომ მიუხედავად აი საუბრისა, ისევ დაარტყას უკრაინის ენერგოობიექტებს. Აი მხოლოდ ეს საკითხი რაზე მიუთითებს თქვენი ანალიზით? მოგესალმებით, მივესალმებ მაყურებელს, დიდი მადლობა მოწვევისთვის. მიუთითებს იმას, რასაც პრინციპში ძალიან ბევრი ვარაუდობდა, რომ რუსეთს არ სურს ცეცხლის შეწყვეტა. საუბარი დიდხანს გაგრძელდა, კი გასაგებია იქ თარგმანის პრობლემებს ზრდის ხოლმე საუბრის ხანგრძლივობას. ტრამპის პირველი რეაქცია იყო, რომ კარგი საუბარი ჰქონდა, მაგრამ რეალურად შედეგი რა? შედეგი გვაქვს ის, რომ პუტინი არ დათანხმდა ცეცხლის უპირობოდ შეწყვეტას, რაზეც უნდა ყოფილიყო საუბარი, ხოლო რაც განაცხადა, რომ ინფრასტრუქტურაზე დარტყმისაგან და საზღვაო შეტევებისგან შევიკავებ თავსო, აქ უკვე ჯერ საზღვაო შეტევებისგან თავის შეკავება საერთოდ რას წარმოადგენს რუსეთის მხრიდან დღეს არ ვიცით, რადგან შავი ზღვის ფლოტი პრაქტიკულად პარალიზებულია უკრაინის ქმედებების წყალობით, შესაბამისად აქედან გამომდინარე, ესეც არ შეასრულა ვხედავთ და პუტინი თანხმდება 30 დღით შეაჩეროს თავდასხმები უკრაინის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე, თუ იგივე ნაბიჯს კიევიც გადადგამს, ხო? აი ეს აქცენტი იყო სწორედ გავრცელებულ განცხადებაში. კიევმა, ახლა ეგ საერთოდ განცხადებას როგორ გავავრცელებთ ამ შემთხვევაში, პუტინი უნდა დათანხმებულიყო უპირობოდ ცეცხლის შეწყვეტას. ეს იყო ის, რაც იქნებოდა შედეგი, ხო? ეს იყო ის, რაზეც მიდიოდა მოლაპარაკება. ეს უნდოდა ტრამპს, ისი ჩვენებაც უნდა ტრამპს, ხო? მსოფლიოსთვის და არა მხოლოდ. ხო, ეს იყო ის რისი, ასე ვთქვათ, მიღწევაც იყო დაანონსებული ამ შემთხვევაში. ჩვენ ნახეთ, რომ ეს ასე არ მოხდა. შესაბამისად არ ვიცი, ალბათ გაგრძელდება ახლა კონსულტაციები, მხოლოდ ენერგოინფრასტრუქტურაზე დარტყმების შეჩერება რამდენად ასე ვთქვათ მომტანია რაიმე შედეგის, ამას ალბათ ჩვენ ვერ ვიწინასწარმეტყველებთ წინასწარ. ცეცხლის შეწყვეტა არის ის, რაც ძალიან ძნელი მისაღწევი იქნება, პირდაპირ ვეტყვი, იმიტომ რომ ეს არ შედის უბრალოდ პუტინის ინტერესებში და ჩვენ ნახეთ გამოხმაურებები, საერთაშორისო გამოხმაურებები დღეს ცალსახაა, ყველა ამბობს, რომ პუტინს არ უნდა უბრალოდ ამ ცეცხლის შეწყვეტა და მორჩა. Wall Street Journal-მაც მართალია უკრაინის საკითხში Wall Street Journal ყოველთვის თანამიმდევრული იყო და ყოველთვის მხარს უჭერდა უკრაინას, რომელიც კონსერვატიული გამოცემაა, მაგრამ აქ ამ შემთხვევაში პირდაპირ თქვა, რომ პუტინს უბრალოდ ცეცხლის შეწყვეტა არ სურს. და ის აჩვენა სწორედ ამან. ასევე ითქვა, რომ ექსპერტული ჯგუფები იმუშავებენ უკრაინაში ზავის საკითხზე. ეს როგორც წესი რაღაც პროტოკოლური ტექსტებიც მოყვება ხოლმე, ხო? აი ამ პროცესს ასე უნდა იყოს აღქმული, ბატონ თემურ, როგორ ფიქრობთ? კი, ცალსახად ეს არის უბრალოდ იმის სათქმელად, რომ შეხვედრა სრული ფიასკო არ იყო, იმისთვის, ასე ვთქვათ, იწერება ასეთი ფრაზა და ეს ჯგუფები იმუშავებენ და რამდენხანს იმუშავებენ და რამდენდე იმუშავებენ, ამას ვერავინ ვერ განსაზღვრავს. რეალურად ხედავთ, რომ პუტინს არ სურს ზავის მიღწევა, არ სურს ცეცხლის შეწყვეტა უკრაინაში. ის წინასწარ აღენებს ისეთ პირობებს, რომელიც მიუღებელი იქნება ყველასთვის და არა მარტო უკრაინისთვის ამ შემთხვევაში, ასე რომ აქედან გამომდინარე, არაფერი მოულოდნელი აქ არ მომხდარა. უბრალოდ პუტინი ცდილობს ახლა, რომ თლად პირდაპირ ტრამპის სხვა არ დაიტეხოს თავს. ხო, ამ დროს ვრცელდება ვიტკოფზე დაყრდნობით ინფორმაცია, რომ უკრაინაში ომის თაობაზე მოლაპარაკებების შემდეგი რაუნდი ჯიდაში 23 მარტს გაიმართება. ეს ცხადია, არის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, თუნდაც აი სატელეფონო საუბარზე დაყრდნობით და ჩვენ ხა რეალურად სხვა ბევრ რაღაცაზეც ვისაუბრეთო, ტრამპი ამბობს, ხო, არ მგონია, რომ სრულად ცნობილი იყოს იგი შემდეგ კი განიხილა მედიასთან ეს სატელეფონო საუბარი ტრამპმა, მაგრამ არის ეჭვი, რომ რაღაც გარკვეული საკითხები არ გამოვიდა მზის სინათლეზე, რომ ჯიდაში ცნობილია, რომ გაემგზავრება რუბიოს და ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში თეთრი სახლის მრჩეველი მაიკ უოლცი.
და ცნობილია რომ ეს პირები უკვე მონაწილეობდნენ იმ შეხვედრაში, რომელიც საუდის არაბეთში შედგა. აი შემდგომ პროცესზე რა შეიძლება, აი რა ტიპის საფუძველია იმის სათქმელად, რომ ეს პროცესი გაგრძელდება და რაღაც გარკვეულ შედეგამდე შეიძლება მივიდეს, ბატონ თემურ. აი არსებული სურათი რაზე მიუთითებს? სანამ პუტინი არ მიხვდება, სანამ რეალურად ტრამპმა თქვა თავის დროზე, რომ თუ პუტინი არ დათანხმდება, მაშინ მე დაუწესებ მას ისეთ სანქციებს, რომელიც მას არ ქონია. და უკრაინას მივაწვდი ისეთ იარაღს, რომელიც მას აქამდე არ მიუღია. ეს არის ერთადერთი საშუალება რეალურად პუტინის მოლაპარაკებათა მაგიდას დასმის და იძულების მშვიდობაზე. სხვა ვარიანტი აქ უბრალოდ არ არსებობს. აქედან გამომდინარე, ახლა რეალურად ბურთი ახლა ტრამპის მოედანზე აღმოჩნდა, ახლა ის რომ ის არ იყო მთლად კმაყოფილი შეხვედრით, იქიდან ჩანს რომ პრესკონფერენცია გააუქმა გუშინ და მხოლოდ Fox News-თან ჩაერთო ამ შემთხვევაში და Fox News-თან ანუ ბურთი ისევ ამერიკელების მოედანზე გადავიდა, იმიტომ რომ ბოლო კომუნიკაციის შემდეგ რუბიო ამბობდა, რომ ბურთი რუსების მოედანზე იყო პუტინის პასუხის მოლოდინში. ხო, ეს იყო შეხვედრამდე, ანუ რუსეთი უნდა დათანხმებოდა, ანუ რა კი უკრაინა დათანხმდა, უპირობოდ ცეცხლის შეწყვეტაზე 30 დღით რუსეთს უნდა დათანხმებულიყო და მაშინ საუბრამდე, სატელეფონო საუბრამდე. ხო, მაშინ შესაძლებელი იყო საუბრამდე თქვა ეს რუბიო. ახლა ხედავთ რომ არ დათანხმდა ამას პუტინი, დათანხმდა რაღაც ამორფულ, ასე ვთქვათ, განცხადებას გააკეთა რომ თითქოს და ესე იგი ცეცხლს არ დაუშენთ ენერგოობიექტებს და იმავე ასე ვთქვათ ამ საუბრიდან რამდენიმე საათიც არ იყო გასული რომ უკვე განახორციელა დარტყმა შესაბამისად. ესეც გაუგებარია რას ნიშნავს ენერგოინფრასტრუქტურას არ დავარტყმავ და სამოქალაქო ობიექტებზე დარტყმა შეიძლება. ნუ ეს საერთოდ არ არის, ეს არის ჩვეულებრივი პუტინისეული მანერა მოლაპარაკებების წარმოების, რომ მას არ ესმის ელემენტარულად რომ მოლაპარაკებები არის კომპრომისი ამ შემთხვევაში, მას სურს მაქსიმუმის მიღება. მას სურს მაქსიმუმის მიღება და ასევე პროცესის მიმართ სანდოობის საკითხი, ხო, რაზეც ზელენსკი ხშირად საუბრობს მის მიმართვებში, რომ შეუძლებელია კონდეს ამ პროცესში ნდობა პუტინის მიმართ წარსულში არსებული მწვავე გაკვეთილებიდან გამომდინარე. ის რაც მოხდა გუშინ, იმან დაადასტურა ერთადერთი რამ, რომ დაადასტურა ზელენსკის სიმართლე, როდესაც მან პირდაპირ თქვა, რომ დიპლომატია რუსეთთან არ ჭრის. რომ ჩვენ გვაქვს ამის ძალიან დიდი გამოცდილება და ყველა ხელშეკრულება პუტინმა დაარღვია. და მართლაც ასეა, ხო, ყველა ხელშეკრულება დაარღვია. ჩვენ გვახსოვს სტამბოლშიც მიმდიოდა მოლაპარაკებები, სტამბოლის მოლაპარაკებები 3 წლის წინ 2022 წლის ზაფხულში, მაშინაც აბსოლუტურად მიუღებელი წინადადებები წამოაყენა პუტინმა, შედეგად მოლაპარაკებები ჩაეშალა და იქიდან მოყოლებული სხვა შორის ინიციატივა უკრაინის ხელში გადავიდა საბრძოლო ველზე და გაცილებით უფრო დიდ წარმატებებს მიაღწიეს, იყო ხარკოვის ოპერაცია, იყო ხერსონის გათავისუფლება, ასე რომ აქედან გამომდინარე არაფერი ახლაც დაახლოებით იგივე უნდა მოხდეს წესით. ანუ ინიციატივა უნდა გადავიდეს ისე უკრაინის მხარეს, რადგანაც ამერიკა უნდა მიაწოდოს მაშინ იარაღი უკვე აი ტრამპის აქცენტი რომ დახმარებაზე არ ყოფილა საუბარი, ეს რისი მანიშნებელი არის? ხო, რომ დახმარების შეწყვეტაზე საუბარი არ ყოფილა, ეს არის იმის მაჩვენებელი, რომ ტრამპი მიხვდა, რომ პუტინის ნებისმიერ კაპრიზის დაკმაყოფილება უბრალოდ არ გამოვა. ნახოთ ტრამპი რას იზამს და როგორ იზამს, ახლა ისევ კანადა დადგა დღის წესრიგში მისთვის. დღეს ეს ძალიან ასე ვთქვათ ძნელია პროგნოზისთვის, რეალურად რომ ვთქვათ, ალბათ არც არის პროგნოზირებადი, იმიტომ რომ შეიძლება ერთ დღეს ერთი თქვას, მეორე დღეს მეორე თქვას, მესამე გააკეთოს. თუმცა ნახოთ საბოლოო შედეგი რა იქნება ამ პოლიტიკის, იმიტომ რომ ხანდახან ასეთ პოლიტიკას მოაქვს შედეგი. კი ბატონო, მადლობა, დიდი მადლობა. თემურ პაპასკირი საუბრობდა, აქვე ვიტყვი რომ აი სულ ბოლო ინფორმაციის 23 მარტს იქნება მოლაპარაკების შემდეგი რაუნდი და სხვათა შორის აქ საინტერესოა, რომ შეერთებული შტატების პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა ვიტკოფმა არ დაასახელა 23 მარტს ვის შეხვდება ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაცია, მაგრამ სავარაუდოა რომ ეს იქნება სწორედ რუსეთის დელეგაცია. 2 საათზე